მაღალ რეიტინგული ბრიტანული გამოცემა ინდეპენდენტის საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ჩვენს ქვეყანას იმათ საუკეთესო მიმართულებას შორის ასახელებს, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაურონ. სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკის, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა. და ეს ყველაფერი არ არის. სტატიის ავტორი საქართველოს იმ გამორჩეულ კულტურასა და მრავალფეროვან ბუნებაზეც წერს, რომლითაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე ღირსეულად პოზიციონირებს. საქართველოს დასახელებამ 2026 წლის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის, რომელიც უნდა მოინახულოს, ბევრ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში და ერთობლივად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ორგანიზებული დაგეგმილი მუშაობის შედეგია. ბრიტანეთის ბაზარი არის ერთ-ერთი ის სამიზნე ბაზარი, საინტერესო ბაზარი ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის პოლარიზაციის გაზრდის, ასევე კონკრეტული შეთავაზებების და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ პირდაპირ დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოსთან მიმართებაში ინტერესი წელს კიდევ უფრო მაღალია, ზრდა მთელი მსოფლიოდან ფიქსირდება. აცხადებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და იმ ხელშეწყობაზე და კამპანიების შედეგებზე საუბრობენ, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ საერთაშორისო მასშტაბით აწარმოა. საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს პოზიციონირებამ, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ და ახალმა პირდაპირმა ავიარეისებმა კი საქართველოს ცნობადობა და მიმზიდველობა კიდევ უფრო გაზარდა. გავლენა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იქონია პირდაპირმა ფრენებმა, ინტერესდებიან ქვეყნით და აინტერესებთ რეგიონების ნახვა და უკვე გეგმავენ ქვეყნის სხვანაირად შესწავლას. ხედავთ ზრდას, ანუ ეს არ არის ლამაზი სიტყვები, რეალურად მთელი მსოფლიოდან. ეს არ არის მარტო ტურიზმი, ეს არის ასევე ზოგადად მსოფლიო რუკაზე შენი ქვეყნის პოზიციონირება ყველა გაგებით და ტურიზმი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რბილი ძალა. უძველესი არქიტექტურა, ბგელათის სამონასტრო კომპლექსი და უძველესი ტაძრები. ეს ის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებია, რაზეც ბრიტანულ სტატიაშია ნაამბობი. საერთაშორისო მოგზაურები მნიშვნელოვან ყურადღებას საქართველოს ტურისტულ მრავალფეროვნებაზე ამახვილებენ, რომელიც ზღვას, მთას, გართობასა და ისტორიას აერთიანებს. ძალიან მომწონს თქვენი ეროვნული კერძები, მომწონს ამ ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა. ხვალ საქართველოს მთიან რეგიონში, ბაკურიანში მივდივარ სათხილამურად. ჩვენ მართლა ვისი ამოვნეთ აქ ყოფნით, ყველა ადამიანი თბილია, ამიტომაც ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. აქ ძალიან კარგი ხალხი და ლამაზი ადგილებია. ბრიტანული მაღალ რეიტინგული და გავლენიანი გამოცემა ინდეპენდენტი პირველი არ არის, რომელიც საქართველოს შესახებ წერს და ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს.